ვიდეოს მსვლელობის დროს გელოდებათ ექსკლუზიური კადრები ცხელი-ძაღლის გადაღებიდან, რომელიც მიმდინარეობს არც მეტი, არც ნაკლები უჩა ზერაგიასთან ერთად და კიდევ ერთი ჩვენი საყვარელი მსახიობი მინდა ვთქვა და ეს ადამიანები არიან რომში და იღებენ ახალ ცხელ-ძაღლს. გადამიკეტეს ციხის გარები, შენს დანებებას ასელია. შემდეგ ეპიზოდზე ალბათ ყველა მივხვდით რა სიმღერაზეა საუბარი. კვლავ რუსული. მუსიპუსი. ეგ არის მოკლედ ხო, ამ სიმღერაზეა მოკლედ საუბარი, ბარემ პირდაპირ გადავინაცვლე, რომელიც არის გამოყენებული ამავე სერიაში, მეცხრე სერიაში, როდესაც სვეტა კირიჩენკო და გიგა გაჩიჩილაძე მიდიან ფოთში პეჟოთი. სხვადასხვა ეგ მანქანა დუტა ძამეთან ხდება და არაერთხელ გვიმსჯელი ამ ყველაფერზე. იყო მისი მანქანა, დუტას მანქანა იყო პეჟო და მიდიოდნენ ფოთის მიმართულებით და ამ დროს გაისმის მუსიკა. მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი კონტენტის უკვე მეორე ეპიზოდით, რომელიც ეხება რა თქმა უნდა ჩვენ საყვარელ სერიალს ცხელ-ძაღლს. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, შემოგვიერთდით ჩვენს ყველა სოციალურ პლატფორმაზე, Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი და ჩვენი YouTube-ი. გადავიდეთ ახლა მთავარ ამბავზე და პატარა სპოილერი, ვიდეოს მსვლელობის დროს გელოდებათ ექსკლუზიური კადრები ცხელი-ძაღლის გადაღებიდან, რომელიც მიმდინარეობს არც მეტი, არც ნაკლები უჩა ზერაგიასთან ერთად და კიდევ ერთი ჩვენი საყვარელი მსახიობი მინდა ვთქვა და ეს ადამიანები არიან რომში და იღებენ ახალ ცხელ-ძაღლს, ცივ-ძაღლს. ესე გამოდის, ცივ-ძაღლს. ცივი ძაღლის პირველ სეზონს. აქვე დავაანონსებ, რომ 3 სეზონი არის გეგმაში ამ ახლებური ცხელი-ძაღლის დაბრუნების. ახლა კი დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას, რომელიც არის უკვე ცხელი-ძაღლის მეორე ეპიზოდი, მეორე სეზონი. რომელიც, რა ვიცი, ჩემთვის ძალიან და ალბათ ყველასთვის ფავორიტი სეზონი არის, რომელიც ეხება პოლიტიკურად ძალიან დიდ ამბებს, არჩევნებს პირველ რიგში და ჩვენ განვაგრძოთ ჩვენი სერია, რა მუსიკა და მელოდიები არის გამოყენებული ცხელ-ძაღლში. წავიდა ახლა მეორე სეზონი. მეორე სეზონში სხვათა შორის მე და ჩემი დიდი ესეთი ადმინეთი ვჭობდით და ვეძებდით ძალიან ბევრს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულ რაღაც, რა ვიცი, 10-მდე მუსიკა და მელოდია არის გამოყენებული სერიალ ცხელი-ძაღლის მეორე სეზონში. დავიწყოთ. პირველ რიგში, პირველ სერიაში არაფერი ისეთი არ არის, გარდა იმისა, რასაც ყოველ სერიაში ვხედავთ ჩვენი გენიალური ნიაზ დიასამიძის საწყის ეტაპზე გაჟღერებული სტუმს ტყე. როგორც მის ამ საოცარ მუსიკას ქვია. ვიცი რომ შეიყვარებ თვალებს და მზეს, უბოვნი ფერსი ბოვნი თვალებს, ნათელს გადააფარებნეს, იტყვი ახალს და არ დაივიწყებ ძველს. შემდეგ უკვე მეორე სეზონში პირველ ასე ვთქვათ მუსიკად არის გამოყენებული მეოთხე სერიაში ფოთის სცენებში, როდესაც სვეტა კირიჩენკო და გიგა გაჩიჩილაძე მიდიან ფოთში პეჟოთი. სხვადასხვა ეგ მანქანა დუტა ძამეთან ხდება და არაერთხელ გვიმსჯელი ამ ყველაფერზე. იყო მისი მანქანა, დუტას მანქანა იყო პეჟო და მიდიოდნენ ფოთის მიმართულებით და ამ დროს გაისმის მუსიკა. ალო. ონგერ მე ვარ. ჩვენი კონტეინერები დატვირთულ მატარებელს ახლა გამოვასარი. უკვე ფოთში შევდივარ. რა? არ მესმის. არ მესმის. მოიცა?
ხო, ეხლა ისმის. დუტას არაერთხელ უთქვამს, ჩემ თვითონ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია თხელძაღლზე, ძალიან ბევრ ამას ვახსენებდი და ეგ მითხრა ზუსტად რომ ხო იცი, ეგ ჩემი მანქანა იყო. შენზე მეტად ვიცი, მეთქი ეგ ყველა. ასე რომ ხო, მაგ მომენტში, როდესაც სპოტში შედიან დუტა და ჩვენი სვეტა კირიჩენკო, მაგ დროს არის გამოყენებული შემდეგი ეპიზოდი არის მე-6 სერიაში, როდესაც ციხიდან გარბიან, სხვადასხვა ამ ფოთის ამბებში იდეალურად ჯდება ამ შემთხვევაში კარგი გადასვლა ძალიან ფოთის მიმართულებით, როდესაც მივდივართ ჯერ სვეტა კირიჩენკოს და გიგას შემდეგ უკვე წავედით გურამ ჯინორიასკენ, კოშკასკენ და გოგისკენ. საწყალი გოგი. ხო და ციხის სიტუაციებში იყო შემდეგი მუსიკა მე-6 სერიაში, როდესაც ჩვენი ბატონი გოგი მღერის ცოცხლად გიტარაზე. გადამიკეტეს ციხის გარები, შენს დანებებას ასელია. ალბათ ყველას გახსოვს მოკლედ და წავიდა ეს ეპიზოდი. დედმა მარგულა შავი სიბნელე დღის ნათელს ჩემთვის არასცალია ბედნიერება რომ გავიძნელე შენ არას გერჩი ჩემი ბარანია გადამიკეტეს ციხის კარები ჩემს დანებებას ასელია შენ არ გიწყრები მაგრამ ძვირფასო რომ მომიგონო განაძენელია შემდეგი ეპიზოდი არის რუსული მუსიკა, რომელიც ზაზა ურუშაძემ გამოიყენა განზრახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 90-იანებში და 2000-იანებში საქართველოში განსაკუთრებით სულ უსმენდნენ და ძალიან პოპულარული იყო რუსული მუსიკა და ლექსოს და ქეთის მცხეთისკენ დაძრული მანქანა, როდესაც არის მაგ მომენტში გაისმის მანქანაში, სანამ ქეთის სამწუხაროდ მოკლავენ მალიშ, გლუკოზას მალიშ. და დროა ეს ყველაფერი ვიხილოთ. ლექსო რა ხდება? უკან არ გაიხედო. ის მანქანა არ მომწონს. თბილისიდან მოყვება. შემდეგი ეპიზოდი, სადაც არის გამოყენებული მაგ დროს და პრინციპში მაგამდე ძალიან პოპულარული სიმღერა, რომელიც არის Mojo's Lady. ყველას გახსოვს და უკვე მივხვდით რა ეპიზოდზეც არის საუბარი, ჩვენი რეზო ქათამაძე, როდესაც იმ მანქანაში არის, სანამ ზახარიჩი მოვა და შემოერთდება, აი რომ იძიებენ ქეთის მკვლელობას, ეგ მომენტი არის და წავიდა ქათამაძის წაცეკვება და სიმღერა და მთელი ამბები. შემდეგ ეპიზოდზე ალბათ ყველა მივხვდით რა სიმღერაზეა საუბარი. კლავ რუსული მუსიპუსი. ეგ არის მოკლედ ხო, ამ სიმღერაზეა მოკლედ საუბარი, ბარემ პირდაპირ გადავინაცვლე, რომელიც არის გამოყენებული ამავე სერიაში, მე-9 სერიაში და ყველას გაგვახსენდა გურამ ჯინორია როგორ მიდის ჩუმად ტაქსით. ხო, ხლა ჩაუწიო თან რა. კათი შემეთქი ცოტა რომ დაუძაბავს მთელი ამბავი. გურამ ჯინორია როგორ მიდის ჩუმად მის ოჯახთან, მის სახლთან და ნახავს ჩასაფრებები არის თუ არა? ყველამ ვიცით, ამაზე პასუხი არის თუ არა ჩასაფრებები. ასე რომ მუსიპუსი არის ამ მომენტში გამოყენებული, ტაქსისტებიც კი რუსულ მუსიკას უსმენენ იმ მომენტში.
გამორთე რა. ბატონო. აღნიშნული გამორთებები. შემდეგი მელოდია თუ მუსიკა არის გამოყენებული მე-12 სერიაში, ბოლო სერიაში, სეზონის ბოლო სერიაში, როდესაც ლექსუარი ძალიან დეპრესიაში სვამს, კეთის ამბავზე და ტელევიზორში ამ დროს სანამ გადართავს განმარტავს რაღაცა, წამოწევილი არის და გამოყენებული არის მუსიკა სუპერსტარ და აი წამოწევილი რო არის რა. თინა. აუ ვისკი მომიტანე რა. ვისკი და ჯანდაბრი. თინა ძალიან მაგარი ხალი იყო. მოკლედ გადავიდეთ ამ ეპიზოდზე. წავიდა. თინა! თინა! რა იყო? აუ ვისკი ამომიტანე რა კიდე რა. ვისკი არა ჯანდაბა. წადი დაიძინე. ეს ყველაფერი ამით მორჩა მეორე სეზონის მუსიკების განხილვა, ასე ვთქვათ. მაგრამ ბოლოსკენ შემოვიტოვე ექსკლუზიური კადრები რომიდან ცხელი ძაღლის გადაღების ადგილიდან მე თქვენ დაგპირდით რომ ეს ყველაფერი იქნებოდა უკვე რაღაც ვერ მოვითმინეთ და ერთი კადრი გავასაჯაროვეთ უჩაზერაგიას გადაღებიდან რომელსაც რავი მოიარა მთელი ყველანაირი სივრცე, ყველანაირი პლატფორმა და აქაც გავიხსენოთ რომელ ეპიზოდზე და რა მომენტზეა საუბარი და შემდეგ უკვე გაჩვენებთ დანარჩენ და იმ ერთ პერსონაჟს რომელიც მე ჯერ ვერ ხვდები რომში როგორ აღმოჩნდა და რა გეგმები აქვს რომში ამ ჩვენს ძველ პერსონაჟს. წავიდა. ამ კადრის გაშვების შემდეგ, ну ძალიან დიდი ოვაციები მოყვა, კომენტარები მთელი ამბები რა მოკლედ რა და ამ მინდა ვთქვა რომ ეს ზოგს გონია რომ რაღაც ეს ხარისხი იქნება სერიალში ან რამე რა და ეს ყველაფერი არის აი უცებ გადაღებული მობილურით რომელიც ჩვენ კაცმა არ იცის რომელი რა დაგხვდება რომელი დუბლი დაგხვდება რეალურად სერიალში ასე რომ ამით რა თქმა უნდა არაფერი არ წდება და არაფერი არ არის გადასაწყვეტი და მე მობილურით არის გადაღებული რა თქმა უნდა ეს ხარისხი და ეს არ იქნება ჩვენ როცა მზა პროდუქტს ნახავთ შემდეგ უკვე შეგვიძლია განსაჯოთ ამ ყველაფრის შინაარსი, ვიზუალი და ასე შემდეგ. ეხლა კი მინდა გაგიმხილოთ მეორე პერსონაჟი, რომელიც რომში გადაღებებს ესწრებოდა კი არა, თამაშობდა არამედ. ეს ჩვენი საყვარელი პერსონაჟი არის ჩვენი, ოღონდ მართლა კადრები რო ვნახე ვერ დავიჯერე, იმიტომ რომ საიდან აღმოჩნდა იმ ადამიანთან, ანუ უჩაზერაგიასთან, საიდან აღმოჩნდა ეს მსახიობი და ეს მსახიობი არის არც მეტი, არც ნაკლები, სვეტა კირიჩენკო. ოღონდ სვეტა კირიჩენკო რომში როგორ აღმოჩნდა ამ ყველაფერს სერიაში ვნახავთ, სერიალში უბრალოდ. ამ სერიაშიც რაც რომში იყო, მაგრამ სერიალშიც. ასე რომ დაველოდოთ ამ ყველაფერს, გამოიწერეთ არქივარემ, დაალაიქეთ ვიდეო, კომენტარებში დაწერეთ როგორ მოგეწონათ ეს ეპიზოდი და წავედით ახლა ვნახოთ სვეტა კირიჩენკოს გამოჩენა რომში. ესეც ჩვენი მეორე ექსკლუზიური კადრი გადაღების ადგილიდან, რომში დაიწყო გადაღებები მოგეხსენებათ უკვე თქვი და ბევრმა იცით პრინციპში გავასაჯაროვეთ ეს ამბავი და გადავიდეთ კიდევ ერთი მესამე ექსკლუზიური კადრი სრულიად ჩვენი გამომწერებისთვის თუ გამომწერი არ ხარ პრინციპში ძალიან ბევრი ხართ ვინც არ ხართ ჩვენი გამომწერი მაგრამ გვიყურებთ გამოიწერეთ ერთი ღილაკი მეტი რა არაფერი ისეთ ერთი ღილაკია და მორჩა რა ჩემთვის დიდი სტიმულია თქვენც ახლა ჩაუჯდებით და ნოტიფიკაციაც მოვა და ზარის ღილაკი და მთელი ამბები ხო გადავიდეთ მოკლედ მესამე კადრი რომელიც არის რაღაცნაირი რომის ქუჩებში პატარა ტაშფანდური და კეიფი და ცეკვა და თამაში და მთელი ამბები რომელიც არის ამ ვიდეოში წავიდა
ეს კადრი არის ბოლო მომენტში თუ დააკვირდით, ჩანს ქუჩა და ადგილი, სადაც არის ეს კადრი გადაღებული და ჩვენი ვლოგები და ვიდეოები თუ გაქვთ ნახი, ჩვენ ხშირად ვაწყდებოდით და ვეძებდით ადგილებს, სადაც უშუალოდ არის ცხელი ძაღლი გადაღებული. მოვიარეთ ფოთი, მოვიარეთ ბათუმი, მოვიარეთ გონიო, მოვიარეთ სარფი და მოვიარეთ თბილისის თითქმის ყველა ქუჩა, სადაც ცხელი ძაღლი არის გადაღებული და ერთი იდეა გამიჩნდა, რომ რომში შესაძაც მოხვდები და დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ მოხვდები, ერთხელ ვარ უკვე დამყოფი. აუცილებლად ამ ადგილს გაჩვენებთ, იმიტომ რომ პატარა მონაკვეთში ჩანს, რომ კოლიზეუმთან არის გადაღებული ეს ყველაფერი და მივადგებით მაგ ადგილს აუცილებლად, როცა რომში ჩავალ. ასე რომ სულ ეს არის, ხო, პატარა ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ ახალ ცხელძაღლზე კიდევ რომ გადაღებები უკვე დაწყებულია. რომის ეპიზოდები პირველ რიგში არის ჩასმული და ასე ვთქვათ, მორჩება ძალიან მალე. ეს ვიდეო რო დაიდება, პრინციპში მორჩენილი იქნება და ოქტომბრიდან უკვე იწყება ცხელი ძაღლის თბილისური ლოკაციების და ალბათ არა მარტო თბილისური, მე არ ვიცი, ესე ზუსტად ყველაფერი იქნება, ყველაფერს გაიგებთ, ნახავთ, რამე კითხვები თუ გაქვთ კომენტარებში შემომეხმიანეთ, გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეოს, შემოგვიერთით ჩვენს ცხელი ძაღლის ოფიციალურ გვერდზე, Instagram-ზეც და Facebook-ზეც, იმიტომ რომ მანდ დაიდება თუ კი რამე ინფორმაცია უცებ, რავი, კასტინგიდან დაწყებული, ნებისმიერი კითხვა-პასუხი დამთავრებული, მანდ დაიდება, სანამ YouTube-ზე დიდ ვიდეოს შემოგთავაზეთ, ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი ყველა პლატფორმა, Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი და YouTube არხი, ჩვენი YouTube არხი. დამიმეგობრდით, გამოიწერეთ და ასე შემდეგ. კომენტარებში დამიწერეთ, ძალიან დიდი თხოვნა არის თქვენი აზრი როგორ მოგწონთ. ეს კონტენტიც, რას ფიქრობთ ახალ ცხელძაღლზე, როგორ გაგიხარდათ უჩაკ ზერაგიას გამოჩენა და სვეტა კირიჩენკოსი და ასე შემდეგ. შემდეგი ვიდეო კი იქნება, რა თქმა უნდა, მესამე სეზონზე აჭარის და თბილისის და ჩეჩნების და მთელი ამბები, ნუ წინ ძალიან მაგარი რაღაც გველოდება, ასე რომ გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. არხის გამოწერა კი არ დაგავიწყდეთ. დროებით.